კულასა და ბატონოს დირექტორს ივანე გოგლიძეს, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება გასაღებისთვის დააკავეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 500,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება. 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი დააკავეს. უწყების ცნობით ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წელს გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380,000 ლარის ღირებულების 24,000-ზე მეტი კილოგრამის საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და მოხმარებისთვის უვარგისი იყო. მათივე განცხადებით, რიგ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ივანე გოგლიძეს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.